მივესალმები ბატონ თამას დაუშულს, სტატუსის ავტორს. სხვათა შორის გამარჯობათ ბატონ თამას, მადლობა თქვენ დროისთვის. ტელემაყურებელი. თუნდაც სტატუსის პასაჟს ხო აი ამოვიკითხავ, თუმცა headline-ში დაინახავს ეხლა ჩვენი მაყურებელი, რომ წლების მანძილზე ნაშენების საგანმანათლებლო კერების ასეთი მექანიკური გაერთიანება კარგს არაფერს უხდის, არც თავად უნივერსიტეტებს, არც განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. რეფორმა ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი ფართო განხილვის საგანი ხდება და პროცესში ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. რაც ვახსენე ზუსტად ახლა წინა სიტყვაობაში. როგორ უყურებთ ამ რეფორმის საკითხს ბატონო თამას და რა არის თქვენი ძირეული ხედვები და რეკომენდაციებიც მათ შორის? ისმენთ ყურადღებით. ძალიან ეს ფართო სფეროა ეს განათლების საკითხი და ყველას ძალიან გვაწუხებს. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ამ საკითხის ყურადღება დაუთმოთ თქვენ მაგალითად თქვენმა ტელევიზიამ. ძალიან დიდი საკითხია და ვეცდები მოკლედ წარმოადგინოთ ჩემი მოსაზრება. ძალიან სიამოვნებით მოგისმენთ. პირველ რიგში რაც შეეხება ზოგადად რაც სტატუსშიც იყო ზოგადად რეფორმების საკითხს, არა მხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ ნებისმიერი ტიპის რეფორმა. ამაზე ჩვენ თავის დროზე ძალიან საინტერესო ბიზნეს ესე თქვა წარმომადგენლება, კარგი კურსი გავიარეთ აქ ესე თქვა ლიდერთა სკოლა იყო. ასეთი ამერიკელი პროფესორი ფრენსის ფუკუიამას ესე თქვა ჯგუფი ატარებდა და რამდენიმე თაობამ გავიარეს, სწორედ ეს ეხებოდა როგორ უნდა წარიმართოს ქვეყნებში რეფორმა, როგორ უნდა წარიმართოს და თავარი ასე თქვა აზრი ამ ყველაფრის ის იყო, რომ რეფორმა არის მაშინ წარმატებული, როგორც როდესაც ამ რეფორმაში არის ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე. ეს იქნება სახელმწიფო, ეს იქნება კერძო სექტორი, ეს იქნება არასამთავრობო სექტორი, ეს იქნება არ ვიცი პროფესიული კავშირები, ასოციაციები, ასე შემდეგ. და მიდის აქტიური მსჯელობა, ფართო მსჯელობა იშლება და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში სახელმწიფოა პასუხისმგებელი გადაწყვეტილება მიიღოს, მაგრამ ასეთი დისკუსიის შემდეგ მიღებული თუნდაც წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება უფრო გამართლებულია. ყველას მოსაზრებას რა თქმა უნდა ვერ გაიაზრებ და შეთანხმება შეიძლება ვერ მოხდეს, მაგრამ როდესაც ფართო განხილვა ხდება, ამის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით უფრო უკეთესია და რაც თავარია, განხორციელების პროცესი ხდება ძალიან უკეთესი. ეს არა მხოლოდ ეხება თქვა სახელმწიფო დონეზე რეფორმს, ან თუნდაც კომპანიაში რაღაც ახალი წესების დანერგვა რო ხდება, თუ ამ წესების განხილვაში ყველა ადამიანი მონაწილეობს, მაშინ მისი განხორციელება პირადად შემაგრაზე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ადვილი ხდება, იმიტომ რომ ადამიანებს გააზრებული აქვს, ადამიანებს თვითონ რომ მან პატივის წეს, როდესაც აზრი კითხეს და შესაბამისად მათი ჩართულობა არის რადიკალურად განსხვავებული. ჩვენ ექსპერიმენტით ჩაგვიტარებია თქვა რაღაცა სწრაფად მივიღია და ბევრ წინააღმდეგობას სავალტით, მაგრამ როდესაც ხდება განხილვა და ჩართულობა, ეს გაცილებით ადვილად მიმდინარეობს. შესაბამისად ეს ის кейსია, ეს შემთხვევა, როდესაც ესე დაჩქარებული ფორმით ხორციელდება ზოგადად რეფორმა განათლების სისტემაში, იმიტომ რომ მართლაც უცნობია საბოლოო ჯამში რა ტიპის რას ემსახურება თქვა განათლების, რა არ მოგწონს, სად ვართ, რა არის თქვა ამ შემთხვევაში ცუდი და რა რისკი რასთან გვინდა მივიდეთ, ხო? თუნდაც წარმოვიდგინოთ ახლა ამ უნივერსიტეტის გაერთიანება, რაც ახლა ყველას ესე თქვა აქტუალური საკითხია ამ შემთხვევაში. მე როგორც ერთ-ერთი ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებელმა თქვა TSE-ს კურსდამთავრებელმა და ბიზნესის წარმომადგენელმა და დაინტერესებულმა ადამიანმა, რომ ხარისხიანი განათლება მივიღოთ და ხარისხიანი სპეციალისტები მომზადდნენ, მეც ვერ გავიგე მართალი რომ გითხრათ ზუსტად მიზანი რას ემსახურება თან ასეთი დაჩქარებული წესით. მე როგორც ვიცი, შემდეგ კვირაში თუ მიმდინარე კვირაში ეს კანონმდებლო პროექტი ისევა კანონად. შესაბამისად, აი მაგალითად რომ ყოფილიყო თქვა მაგალითად სიტყვაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში რაღაცა ფაკულტეტებია, რომელიც არ შეესაბამება საინჟინრო ასე ვთქვათ მიმართულებას, რაც მე ვეთანხმებ, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც შეიქმნა ტექნიკური უნივერსიტეტი, მაშინ კაცად იყო განსაზღვრული, რომ რას ემსახურებოდა ხო. მე 90-იანებში, ვიცით ახლა 90-იანებში, როცა ყველგან გაიხსნა უნივერსიტეტები, პრაქტიკულად ყველა სარდაფში იყო, ბუნებრივია მანდაც რაღაც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს და მოხდა რაღაც ისეთი პროფესიების დამატება, რომ გაზრდილი იყო, თქვა, კონტინგენტი, რომელიც არ შეესაბამება მაგაში ვეთანხმები და ასეთი მე ვფიქრობ, რომ თვითონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ბევრ რაღაცაში დაეთანხმებოდნენ, თუ მათთან ერთად გაივლიდნენ ამ ყველა ესე თქვა საკითხს, კინოულ საკითხს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ ეს ინსტიტუტი, თავისთავად ამხელა ისტორიის ინსტიტუტი არ უნდა წაიშალოს, ანუ
ადამიანი ინჟინერი, რომელიც მომზადდება და მას უწერია, რომ ეს არის მან დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს არის სიამაყეც არის. კი ბატონო, არავინ არ ერჩის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისის, მაგრამ მე როდესაც მინდა ინჟინერი გამოვიდე, თქვა სიტყვაზე არის ცნობილი, მაგრამ საინჟინრო სკოლები ხო უცხოეთში, მაგალითად სტენფორდში, ვიცი რომ სტენფორდში რომ მივიდივარ, ძირითადად მივიდივარ მაგალითად საინჟინრო მიმართულები და ასე შემდეგ. სწორედ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამხელა ტრადიციების უნივერსიტეტი. თავის დროზე ინსტიტუტი და შემდეგ უნივერსიტეტი არ გამქრალიყო, არ შემცვალიყო მისი არსებობა. მესმის რომ შეიძლება სულავს ხალხი რომ გადარჩეს, თქვათ, პროფესორ მასწავლებლების შტატები ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ არის ნამდვილად. ბატონ თამას, აი სანდრო, იმდენად ფართო თემა როგორც გითხარით, არ ვიცი როგორ ჩავეტევით, მაგრამ მინდა მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთოთ. ეს კონკრეტული მაგალითად თქვენ პროფესიული სასწავლებელი არიან და მე ყოველთვის მქონდა იდეა, რომ ვიცი პროფესიულ სასწავლებლებში რა ხდება, რამდენად დიდი მხარდაჭერა ჭირდება მათ და ამავე დროს რამდენად დიდი პოპულარიზაცია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა არჩიონ პროფესიასწავლებლები სკოლის ასაკიდანვე და მე მოხდეს მათი სპეციალიზობის არჩევა და მე ყოველთვის შეძლებენ გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებელში თავიანთი პროფესიის დახვეწვა და გაღრმავება სოდნის. ამიტომ მაგალითად თუ გავაკეთებდით თქვა ტექნიკური უნივერსიტეტის რეფორმას, მე რომ მათ ადგილზე ვიყო, პირველ რიგში რა თქმა უნდა ზედმეტ არატექნიკურ პროფესიებს, ეგრეთ წოდებულ ჰუმანიტარულ პროფესიებს ნელ-ნელა თქვათ ჩამოვაცილებდი და ფოკუსირებას გავაკეთებდი ისევ საინჟინრო ტექნიკურ პროფესიებზე და იქვე მათვე ბაზაზე შეიძლება ყოფილიყო ასევე დაარსებული პროფესიასწავლებელი, რომელიც ნახეთ წარმოიდგინეთ, თქვათ ეს თბილისს ეხება, კი ბატონო, ახლა თბილისში ვართ, ხო? თბილისში როდესაც სკოლის მოსწავლე მერვე კლასიდან ის გადავა, თქვა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიასწავლებელში, დაიწყებს უკვე იმ პროფესიების ათვისებას, რომელიც იქ არის, ხო? მისთვის ხო გაცილებით უფრო უკვე მარტივი იქნება მომავალში დაუფლება იმ პროფესიის, არ გულისხმობ ავტომატურად გადასვლას. ეს არ არის მავნე პრაქტიკა იყო ეს 90-იანებში, როდესაც სამედიცინო ტექნიკუმიდან ავტომატურად გადადიოდი უმაღლეს სასწავლებლებში. ამას არ გულისხმობ. უბრალოდ ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზა და ეს სონდა რომელიც აქვს შეიძლება უკვე გამოყენებული იყოს არა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც და ეს იქნებოდა საუკეთესო კომბინაცია, როდესაც მოსწავლე უკვე ეცნობა ამ დიდ ალმა მატერს, შედის ამ შენობებში და მას აქვს ესეთი გაცილებით მეტი мотиваცია, რომ მე ახლა ამ ჩემს სკოლას პროფესიასწავლებლებს დავამთავრე და მე აი აქ გავაგრძელებ ჩემს ცოდნის გაღრმავებას. ან არ გავაგრძელებ, მაგრამ უკვე ხელში მაქვს კონკრეტული პროფესია და წავალ ვიმუშავებ, თქვა სიტყვაზე და მე კიდე დაბრუნდები და გავაგრძელებ. მოკლედ, აი ამას ჭირდება ძალიან სერიოზული მიხედვა. ჩემს კომპანიაში არსებობს ადამიანი, რომელიც არის დაახლოებით 70 წლის საუკეთესო ინჟინერია და მის ასე თქვათ, რა ქვია, ბიოგრაფიას თუ შეხედავთ, მან სკოლაში ან პროფესიასწავლებელი დაამთავრა ელექტროინჟინერიის, შემდეგ დაიწყო მუშაობა, შემდეგ დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი და დღემდე მისი შემცვლელი და მისნაირი პროფესიონალი ჩემთან არ მოსულა. დი ბატონო. მის სახელს და გვარსაც შემიძლია ვთქვა მურად გიორგობიანი და ის არის ჩვენთვის ყველაზე საპატივცემულო ადამიანია კომპანიაში. ხვდებით რა, ნუ ეხლა ახალგაზრდებს ვეუბნებოდი, ეხლა სანამ შემოვიდოდით თქვენ გასაუბრება მქონდა თქვენ ახალგაზრდებთან და ზუსტად მაგას ვამბობდი, რომ სხვანაირი მიდგომაა საჭირო, კონკრეტული მაგალითების წარმოჩენაა საჭირო, ესეთი ადამიანების მოძებნაა საჭირო, რომელიც თავისი ასე თქვა ისტორიის, თავისი ბიოგრაფიის საფუძველზე მოუყვება ახალგაზრდებს, რომ რა არის ასე რა არის საჭირო, როგორ შეიძლება შენ გახდე პროფესიონალი, რა გზით შეიძლება გახდე შენი საქმის, როგორ შეიყვარო შენი საქმე. როგორ გახდეს ჰობი ჯერ რაღაცა შენი და მე შენი ჰობი გახდეს შენი საქმიანობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე იდეალური, ასე თქვა, პროფესია ეს არის, როდესაც შენი ჰობი გახდება შენი საქმიანობა. აბსოლუტურად გეთანხმებით. შესაბამისად, ეს არის ძალიან ფართო. ამაში უნდა იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, ბიზნესი უნდა იყოს ჩართული აქტიურად. აი, ზუსტად მაგ გავაკეთე შესაძლოა. თანამშრომლობა, განხილვები, კონფერენციები, რა ვიცი, უამრავი რაღაცა, დაახლოება. მე ხა მარტო რომ გითხრა, მაგალითად იყო ეგეთი შემთხვევა ტექნიკურ უნივერსიტეტში რაღაცა დასწავლების საშუალებით თხოვდი რომ რაღაც თქვა სტაჟირებაზე ხო არ იქნებოდა, არ იყო სამწუხაროდ დაინტერესება და ესაა სწორედ როგორ შეიძლება დავაკავშიროთ უნივერსიტეტების ეს კერძოსაც ეხება. არ მახსოვს ერთი გამონაკლისების გარდა, რომ ერთი უნივერსიტეტიდან ვინმე დაეძახა, თქვა შემთხვევაში ჩემთვის და ხომ არ მოგბრძანდებოდით ჩვენს უნივერსიტეტში გეს სპიკერად რომ ახალგაზრდებს აუხსნათ, თითქმის ჩამოსავლის შემთხვევები. ახალგაზრდებს აუხსნათ, მოუყვეთ რა, როგორ არის.
ეს გესკის სპიკერობა ხო უცხოეთში ჩვეულებრივი ამბავი ხეში იმიტომ პრაქტიკაზე არ ხდება ბატონო თამაზა ვიღაც რო არ მივიდეს უნი პრაქტიკა მე ინტერესდება და მე როცა დაინახავს ახალგაზრდა მე ინტერესდება სწორედ ამ კონკრეტულ კომპანიაში პრაქტიკულ სტაჟირების გავლით ასე შეიძლება, მაგრამ თუ არ ჩართეს ეს ბიზნესმენები, რომლებიც არიან მიულე დილას სამსახურში და ასე თქვა გაქაფულები ბოლოს ბუნდებიან და მათი ასე თქვა საქმიანობა მხოლოდ ის არის რომ რაღაც ამ პატარა ნაჭულში ექსე მათთვისაც ხო კარგია, როცა გამოიყვანენ თავისი კაბინეტიდან ცოტა ხანი და დაინახავს რომ მის სარგებელი არა მხოლოდ რაღაცა პოლიტიკური პროდუქტის ან მოსახურების შექმნა, არამედ საზოგადოების სიკეთის მოტანაა, ხო? პრივატიზაცია ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ დედაჩემი კიბერნეტიკის ინსტიტუტის მოღვაწეობდა მთელი ცხოვრება. კი ბატონო, აი თან მithumeles ტერიტორია ჰქონდა. ქიმია, ფიზიკა, ძალიან საინტერესო მეცნიერები იყო. რა თქმა უნდა 90-იანებში ფინანსურ აი დაირღვა ეს კავშირები, ხო, საბჭოთა კავშირი, ისიც იყო საბჭოთა კავშირთან იყო ინტეგრირებულები, ხო? იმ 90-იანებში იმდენი უმედურება დატრიალდა, რომ მეცნიერებისთვის ვისეცალა საერთოდ, ხო? მაგრამ როდესაც ფეხზე დგება ქვეყანა, ხო? კი ბატონო, მესმის, რომ ძალიან დიდი ტერიტორია აქვს. შეიძლება ეფექტურად გამოიყენო. მოდი რა იმ ტერიტორიაზე უმაღლესი სასწავლებელი აშენდა რა კორპუსი. რომ იმ უმაღლესი სასწავლებლის მანძილი უმაღლეს სასწავლებელსა და უნივერსიტეტის რა ქვია ინსტიტუტს შორის კვლევით ინსტიტუტს შორის იყოს ცოტა. რაც ხდება აქედან სვორის სასახლის უკან, ეს ნორმალურია. ეს იყო მაგას ეძახდნენ, იცით ხო? აკადემ გარატოს უსულად ბოდიშით აკადემიურ ქალაქს, ხო? სადაც იყო უამრავი ინსტიტუტი. ეს არ დაწყებულა მხოლოდ წინა ხელისუფლების, ეს დაიწყო 90-იანებიდან. ეს ტერიტორიები გაიყიდა სამშენებლოდ 90-იანებისში. და ეს ტრადიცია მე გაგრძელდა და იგივე მოდის ახლა აქაც და იმიტომ აქ ახლა სამართლიანად აქვთ ადამიანებს ეჭვი ეს ხო ჩვენ ისევ ქართველები ვართ ხო სხვა ასე თქვა მოქალაქეები არ იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში ხო ანუ ეს ტრადიცია ასე თქვა წყალებში ცუდი ტრადიციაა ხო რომ რაღაცის გამო ხდება რაღაცა ტერიტორიის გამოთავისუფლება იმისთვის რომ იქ ხა თვითონ პოლიტიკაში გადავდივართ არის მე მგონი ცოტა ხანში კანონიც ამიგზავნოს ამაზე საუბარს მე ესეთი რაღაც ინფორმაციების მოდის ხო როგორც ბიზნესმენებს ამით შეგვეძლება პოლიტიკური თემაზე დისკუსია პოლიტიკაზე ალაპარაკობთ ბატონო თამარ საქმის მაგაში განათლებაზე ვლაპარაკობთ მაგრამ იცით რა განათლების პოლიტიკაც ხო პოლიტიკაა ამიტომ პოლიტიკაზე საუბარი კი არ უნდა იყოს რაღაცა ასე თქვა დამღა ყველაფერი პოლიტიკაა მე რო აქედან გავალ სიტყვაზე ვიძახი და სასოფში მოხვდები ესეც არის ურბანული პოლიტიკა მე რო გავალ და თქვა მომბრძანდება ჩემთან კანდიდატურა და შევხედავ რომ სასწავლობდი და ის ახალგაზრდა მეტყვის ვეცი რა მარც არაფერი არ მისწავლია ინსტიტუტში ეს ყველაფერი ჩემით ვისწავლე ეს ხო პოლიტიკაა ხო გარემოს დაცვა რომ დავინახავ და ქუთაისთან გავდი და საშინელი ბოლი ამოდის რაღაცა საშინელი ადგილიდან და შეხედავ რომ ეს რა უბედურებაა ხო ეს ხო პოლიტიკაა ამიტომ პოლიტიკაზე როცა საუბრობთ ჩვენს პრობლემებზე ეს ავტომატურად საუბრობთ პოლიტიკაზე მე ვისურვებდი რომ თუნდაც პრემიერი თუნდაც განათლების მინისტრი გამოსულიყო შემდეგი პასაჟით აი მაგალითად ახლა აი ეს განხილვის საგანია რომ აი მე მაქვს მაგალითად ჩემი მოსაზრებები რომ განათლება არ უნდა იყოს ძალიან ხელმისაწვდომი ანუ ეს უნდა იყოს ძვირი მაგრამ უნდა აიწიოს ამავდროულად ხარისხი ყველა უნივერსიტეტში ვერ უნდა ხდებოდეს ესეც ცალსახაა, იმიტომ რომ მე საბოლოო ჯამში ვიღებთ უფასურდება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყავს ეხა არიან უნივერსიტეტები არ დავასახელებთ 13,000 და 14,000 სტუდენტი ყავთ. მარგი ქმედების კოეფიციენტი მათი დასაქმების ვინმე დადო. მაგას ეხებოდა ჩემი კომენტარი. ანუ თუ ტექნიკურ უნივერსიტეტში თქვა რაღაც აიწევა სტანდარტი, რასაც თქვენ ბრძანეთ, რომ ადვილი არ მოხდება, რომ ხარისხი რომ არ დავაგდოთ, ხო, მაშინ თუ არ გვინდა ეს ხარისხი, მაშინ ყველა ეს თქვა დიპლომები დაურიგოთ, ხო? მაგრამ აი ეს რეფორმა რომ განხორციელებულიყო, მათთვის ხომ მტკივნეულია, როცა დაკარგავენ კონტინგენტს, ხო? იმიტომ ეს არის ფინანსები. გავუგოთ იმ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივია, როდესაც არის მიმური, თქვა 10,000 პირობითად და შენ ამ 10,000 7,000-ზე ჩამოუყვან, 3,000 ეს დაფინანსება აღდება უნივერსიტეტს. მაგრამ ამის ჩანაცვლება შეიძლება თავისუფლად ყოფილიყო, ნელ-ნელა რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, თქვა რამდენიმე წელიწადზე გაწერილი, ზუსტად პროფესიონალ სასწავლებელი, რომელიც მათგან ბაზაზე შეიქმნებოდა და ეს ტრადიცია შეიძლება გადავიდეს ნებისმიერ კერძო სასწავლებელში. მე გეთანხმებით აბსოლუტურად 37,000 სტუდენტს მარჩი რამდენი გამოდის ყოველწლიურად 37,000 სტუდენტს მე ვერ ვხედავ. ანუ ეს რაოდენობა მაინც არ მოდის, იმიტომ ის ადამიანები თავის პროფესიებით აღარ კავდებიან, მათ არ მოსწონთ ის განათლების ხარისხი, რაც მიიღეს და მე ეძებენ სხვადასხვა რაღაცას, მე საერთოდ ფრუსტრირებულები ხდებიან, იმიტომ რომ მეაჩნიათ რომ მე პროფესია არ მაქვს და რაჯანდამა მინდა ამბულა, მოდი წავალ უცხოეთში და იქნებ იქ რაღაცა გავამივიდეს. მაგრამ როდესაც პროფესიასთან დაიწყებ, შენ უკვე კონკრეტულ პროფესიას
უფლები ამ დროს შემოსავლის წყაროს იღებ მომენტალურად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რამხელა მოთხოვნა არის ხელოსნებზე და სახელოსნო ასე თქვა პროფესიებზე. ამიტომ გითხარით რომ მე თუ აზარტში შევედი ამ თემაზე შეიძლება დიდი ხანი ვერ გამაჩერო და ძალიან კარგი რამ ახსენეთ. თელავში უნდა იყოს კარგი აგრონომიული თქვა პროფესიונალიზმი ხარისხიერ მომზადებ, მას შეუძლია დაიწყოს მუშაობა. ის შეიძლება მეცნიერი ვერ გახდეს, მას შეიძლება რაღაცა, მაგრამ მას აგრონომად მუშაობა შეიძლება დაიწყოს დამინჯერის 3 წელი თუ ისწავლის, ასე თქვა, მოსწავლე 18 წლის ასაკში, მას შეუძლია თანაშემწე იყოს თავარი აგრონომის, მნიშვნელოვანი რაღაცები გააკეთოს, მაგრამ თუნდაც რო არ იყოს თელავში მაგალითად სიტყვაზე უნივერსიტეტი, მას შეუძლია როცა ფეხზე დადგება ეკონომიურად ჩამოვიდეს უნივერსიტეტი თუნდაც არ იყოს, მაგრამ სწორედ ბრძანეთ თქვენი აზრის გასაგებია რომ რაღაც აზრიანად უნდა გაკეთდეს. აქ ეს იყოს, აქ ასე შემდეგ იყოს, აქ ეს უნივერსიტეტი იყოს, აქ სხვა უნივერსიტეტი იყოს, მაგრამ შენ თუ ეხა ყველა საინჟინრო იმას და თბილისში მოუყრი და თქვა თელავის უნივერსიტეტს არ იქნება საშუალება რომ რაღაც მესმის ხო ხა გპ იქნება ერთი დიდი, მაგრამ შეიძლება იყოს მაგალითად მეორე გპ ავერთ მაგალითად ხო არის თქვა ხუთაისში ტექნიკური უნივერსიტეტი, შეიძლება ბათუმში გაამართო ტექნიკური უნივერსიტეტი, ანუ ყველაფერი ერთ ქალაქში რაში ბათუმში ჩამოვიდეს. ამდენი წლის განმავლობაში ძალიან დავიღალე ერთი და იგივე პრობლემას და ეს რეალობა არის, ხო? რომ ჭირდება ბუღალტერი არ არის, ჭირდება იურისტი არ არის, ანუ მუდმივად დეფიციტია ყველაფრის. საიდანღაც ხო უნდა იყოს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსulis თავი გამოსაქმებელი არის ამ ქვეყანაში ორი ასე თქვა ბიზნესი სახელმწიფო. ხო? სახელმწიფოსაც შეუძლია და ეხლა მაგრამ არ დავასახელებ რომელი სახელმწიფო უწყება იყო ქონდა შეხვედრა. პირდაპირ თქვა არც პროფესიებს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ადვილი მისახვედრი რო არ იყოს, იმიტომ რომ ეს შინაური ესე თქვა შეხვედრა იყო. უამრავი ვაკანსია აქვს, რომელიც თვითონ ვერ ავსებენ. ისევ და ისევ იმის გამო, რომ არ არის კვალიფიციური კადრი. არ არის ეს ფაქტია მოცემულობა. შესაბამისად ეს რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, ვერ დავინახეთ ამ რეფორმით ჩვენ სად ჩანს ეს ხარისხი, ხო? ან ჩემი აზრით პირდაპირ გეტყვით, როდესაც ტექნიკური უნივერსიტეტი შეერწყმება TSU-სთან, აი ეს პრესტიჟი საინჟინრო, ასე თქვა, საინჟინრო პროფესიების დაიკარგება. სამწუხაროდ ეგ პრესტიჟი დიდი ხანია დაკარგულია. მაგრამ ამის აღდგენა შეიძლება ამის აღდგენა, იმიტომ რომ ნახეთ, ჩვენ რეალობას არ უსწავლთ. იმხელა ისტორია გერპეის, აი მაგალითად წარმოვიდგინე მარტივი რაღაცით შეიძლება და არც ვიცი შეიძლება არის მაგ შენობაში ეს, მაგრამ უნდა გაკეთდეს მუზეუმი გერპეისში, უნდა ყველა მუზეუმი, აი ხა ჩემი ბიჭი სწავლობს სამხედრო უნივერსიტეტში, სხვადასხვა სკალადმურთელი ათლეტია და მიიღო უფასო დაფინანსება ვირჯინიის მილიტარი ინსტიტუტში, ვირჯინიის სამხედრო უნივერსიტეტში სწავლობს. და პირველი როცა ჩვენ ტური გავიკეთეს, ყველაზე საინტერესო ადგილი იყო ეს მათი მუზეუმი. იმიტომ რომ ყველაფერი ჩანდა იქ. როგორ დაიწყო 187 წლის უნივერსიტეტი წარმოიდგინეთ. და სხვათა შორის იქაც განიხილება ეხლა რაღაცა ლოკალურ დემოკრატები მოვიდნენ იქ ხელისუფლებაში შტატში და იქ ხო პოლიტიკური ამბებია ეხაც ხო და განიხილავენ ეხლა ერთშიან, იმიტომ რომ რაღაც რესპუბლიკელების გავლენა იყო და ერთშიან ეხლა რაღაცა არ მოსწონთ რაღაცა და იქაც მთელი ამბავია წერილებს წერენ უამრავი მშობელთა ასოციაცია რომ კი რაღაც პრობლემები ჰქონდათ ამ უნივერსიტეტს და მიდის თელი სამწუხაროდ ჰქონდა 34 წლიანი წყვეტა, თორე საამაყოა ის ისტორიები, მამაჩემსაც თუნდაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეიძლება არის ეს მუზეუმი, არ ვიცი, მაგრამ თუ არ არის და ეგ თაობა აშენებდა ხიდებს, ჰესებს, ესტაკადებს, საამაყოა ეგ ყველაფერი მანამ. ჩემ ბაბუა ჩემი იყო ომის დროს, დიდი ომის დროს გაყავდა რკინიგზა თბილისიდან, აი თავარი ირანამდე. კი ბატონო. წარმოიდგინეთ და აი ამ კულტურის წვეტა ეს ხალხი იქ იყო ჩართული. ეს ხო ამ უნივერსიტეტში იყო მოზადებული. და მოდით ისიც ვთქვათ, რომ ბოლო 34 წლის განმავლობაში ოღონდ უნივერსიტეტში მოვხედროდი, იმიტომ ხდებოდნენ ზუსტად ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტში. მათ შორის სამწუხაროდ არ ტექნიკური უნივერსიტეტი. დიპლომი მქონოდა. აი ეს უნდა დავასრულოთ ქვეყანაში, რომ დიპლომი მქონდეს. დავმეჯდოთ ეს დიპლომები, ამის დასრულება თვითონ ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალი დარწმუნებული მომზადებული და მათი ავტონომიური და მათი იდენტობა რო შენარჩუნებული იყო, ყველაფერს გააკეთებდა ეს ხალხი. თავარი მათთვის აღნიშნა, ჩვენმა დიალოგმა ბევრი ადამიანი გაანაწყენა, მაგრამ ჯობია გვეწყინოს, გაბატონებო და ბატონებო, თავარია სიმართლეს ჩავხედოთ თვალში. ბევრ წყის, მაგრამ რა თუ საუბრობთ გასულ რა ჩვენ ქვეყანა მიყვარს ყველას, თქვენ რა თქმა უნდა. შეიძლება ხელისუფლებასაც წყის ეხლა რა თუ აპარაკოთ, მაგრამ ჩვენ თავარი ჩვენი ქვეყნის სიყვარული გვალაპარაკებს და არა სხვა.
ბატონ თამაზ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. აი, არ მინდოდა ეხლა რომ ეს საუბარი დასრულებულიყო, მაგრამ ნუ ქრონომეტრაჟია. რაღაცა ყოველთვის უნდა დასრულდეს, რომ მე ფასკარ. მე ფასკარ გავს კი ბატონო, კიდევ შევხვდებით აუცილებლად ერთმანეთს სხვადასხვა ფორმატებში. კომპანია დიოს დამფუძნებელი ბატონ თამაზ